წამომყევი ნიუ-იორკში, დღეს მოვამზადე ნიუ-იორკის ჩიზკეიკი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო დესერტი. შეუდარებელია, დაბალანსირებული, დახვეწილი და იმდენად გემრიელია, რომ დროის გაჩერება მოგინდება მირთმევისას. მოკლედ, ზუსტად წუთნახევარი დამითმე და საუკეთესო რეცეპტს გაგიზიარე. შეფი მზადყოფნაშია, გაირკვა, რომ ჩიზკეიკი მისი საყვარელი დესერტია, მოკლედ დავიწყე. პირველ რიგში დავშვენი ორცხობილა, დავამატე შაქრის პუდრა და გადამდნარი და შეკრილებული კარაქი. ფორმაში ჩავაფინე საცხობი ქაღალდი, წავუსვი კარაქი, გადავიტანე ფხვიერი მასა და თანაბრად გადავანაწილე ჭიქის დახმარებით. შევდგი გამოსაცხობად 8 წუთით. წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედაქვედა წვაზე 180 გრადუსზე. გადავედი შიგთავსის მომზადებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტი იყოს ოთახის ტემპერატურის. კრემ ყველს დავამატე შაქარი და სპატულათი მოვურიე. თავარია ისე მორევა, რომ ზედმეტი ჰაერი არ შეყვეს კრემს. ამიტომ ქსერი აქ არ გამოდგება. შაქარი სრულად რომ გაიხსნა, დავამატე სამეტაპად კვერცხს. კრემში ჩასხმამდე მსუბუქად გავთქვიფე, ესეც მნიშვნელოვანია. შემდეგ დავამატე არაჟანი და ნაყინი. ისევ მსუბუქად ავურიე, დავამატე ფქვილი და ვანილი. შემდეგ ფრთხილად დავარტყი მაგიდაზე თასი, რომ კრემიდან არასაჭირო ჰაერი ამოვიდეს და ჩავასხი ფორმაში. შევგი ღუმელში გამოსაცხობად 160 გრადუსზე ზედაქვედა წვაზე 1 საათი. დრო რომ გავიდა, გათიშულ ღუმელში დავტოვე სულ გაციებამდე და ბოლოს სტაბილიზაციისთვის მაცივარში მთელი ღამე. საბოლოოდ აი ასეთი ჩიზკეიკი გამომივიდა, ელეგანტური, ნაზი, მსუბუქი, ვანილის და ნაღების შეუდარებელი ნაზავი. მოკლედ საოცრად გემრიელია. თუ აქამდე არ მოგიმზადებია, მთელი გულით გირჩევ. მადლობა რომ იყურე ბოლომდე.